დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. ყველას გულითადად მოგილოცავთ წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს. დაუჯდომელში ვკითხულობთ, რომ ფარველო ჩვენი ეკლესიისაო. ანუ საქართველო მას უწოდა თავისი ფარველი. მე ბევრჯერ მithქვამს და აღარ განმეორდები, რატომ უწოდა საქართველოს წმინდა გიორგის საკუთარი მფარველი, იმიტომ რომ ის მას ემსგავსებოდა ყოველთვის ცხოვრებით. ის ყოველთვის უარს იძახდა გარკვეულწილად ამ წუთის სოფლისეულ დიდებაზე, ამ წუთის სოფლისეულ ფულზე, ძალაუფლებაზე ყოველთვის უარს იძახდა. თუკი ეს ძალაუფლება და თუკი ეს ფული ხელს უშლიდა კონკრეტულ პიროვნებებს, ჩვენ დიდ მეფეებს, ეკლესიის წევრებს, მაღალ თუ დაბალ საფეხურებს, თუკი ის ხელს უშლიდა ქრისტესთან შესახვედრად და ქრისტეს გულში დასამკვიდრებლად, წმინდა გიორგის მსგავსად ისინი ირჩევდნენ ქრისტეს. თუნდაც რომ წმინდა გიორგის მსგავსად შინაგანი ტანჯვა, შინაგანი წამება და არც უარს არ იძახდნენ გარეგნულ ტანჯვასა და წამებაზეც. ოღონდაც დარჩენილიყვნენ ღვთის ერთგულნი და ქრისტეს ერთგულნი. ასე მოვედით ჩვენ 21 საუკუნეში და მადლობა ღმერთს ამისთვის და მადლობა დიდმოწამე გიორგის ამისთვის. დღეს ჩვენზეა ჯერი, ჩვენ რას ვიზავთ, ჩვენ დავემსგავსებით მას. ჩვენ შევეცდებით, რომ მივბაძოთ მას აი ამ მის გულმოდგინებაში. დღეს წმინდა გიორგის ხატები იქნება დასვენებული შუა ტაძარში და ჩვენ ყველანი ვნახავთ უკვე განდიდებულ წმინდა გიორგის. ჩვენ ნახავთ ძლევამოსილ გიორგის, საკვირველთმოქმედ გიორგის, მაგრამ აი ვისაც შესაძლებლობა გექნება დღეს, იცით რომ გორიჯვრობაც არის, ანუ გორიჯვრის წმინდა გიორგის ხსენება არის. ჩვენი საყვარელი გერის წმინდა გიორგის ხსენება არის, ხო? ანუ თუ ვინმე ახვალთ გორიჯვარზე, დააკვირდით ჯვარს, რომელსაც გორიჯვრის ჯვარი ქვია და მასზე არის გამოსახული შუაში მაცხოვრის ჯვარცმა და შემდეგ წმინდა გიორგის მთელი ცხოვრება. ანუ ისე იგი მისი ტანჯვა, მისი ყველა ისე იგი დეტალი, რომელიც მისი ცხოვრებიდან არის, ოდესაც ის დიოკლეტიანეს ხელში ჩავარდა. რას გვახსენებს ჩვენ ეს ჯვარი? გვახსენებს იმას, რომ სანამ წმინდა გიორგიმ იმ დიდებას მიაღწია, სანამ დღეს ჩვენ უყურებთ დიდების, ანუ განდიდებულ წმინდა გიორგის და წმინდანებში შერაცხილ და გაცისკროვანებულ და განათებულ წმინდა გიორგის და მის ლოგოსებში, მის შინაარში წვდომას ვცდილობთ, ასევე ჩვენ დედამიწაზე მყოფებმა, მებრძოლ ეკლესიის წევრებმა უნდა გავიხსენოთ, რის ფასად შეძლო მან ეს ყოველივე. რომ მან ამ წუთის სოფლის სულისკვეთებას აღუდგა წინ და ღვთის სიყვარული, ქრისტეს სიყვარული ძალიან ღრმად ჩაიბეჭდა მის გულში და ოქროს ასოებით იქნა დაწერილი მის სულში და ამიტომ გამომდინარე აქედან მან შეძლო ეს ყოველივე. აი დღევანდელ წაკითხულ სახარებაში თქვა, რომ მაცხოვარი იძახის, რომ მე გამოგირჩიეთო თქვენო ამ სოფლისაგანო და ამიტომო თქვენო ზულთო ამ სოფელსაო. აბა დასვით თქვენ თავს კითხვა. ქრისტიან ჩვენი ცხოვრება არის ისეთი ცხოვრება, რომ ჩვენ ვინმეს ვძულდეთ ამის გამო? ანუ ჩვენ ხო ძალიან კარგი მეგობრები ვართ ამ წუთის სოფლის. ჩვენ ხო ძალიან კარგად მოვერგეთ აი ამ წუთის სოფლის სულისკვეთებას. ჩვენ ხო ყოველდღიურად ვიბრძვით კიდეც ამ წუთის სოფლის კეთილდღეობისთვის. ჩვენ ხო ვიბრძვით ამისთვის. ჩვენ ხო ყველაფერს გავაკეთებთ, ერთმანეთსაც კი ვტანჯავთ, რომ ამ წუთის სოფელს დავუმეგობრდეთ. ჩვენ ხომ ერთმანეთს რას არ უკეთებთ იმისთვის, რომ ამ წუთის სოფელში მცირე ოდენი ადამიანს რაღაცა გარკვეული პრივილეგია ქონდეს. ვინმეზე უკეთესად ცხოვრების საშუალება ქონდეს. და ქრისტე კი გვეუბნება, რომ თქმეო, თქვენ არ ახართ ამ წუთის სოფლისანი, იმიტომ რომ მე გამოგვარჩიე თქვენ ამ წუთის სოფლისაგანო და ამისთვისაც ზულ თქვენ სოფელსაო. და მე გვეუბნება,
ამით გიცნობდნენ თქვენ რომ გეყვარებათ ერთმანეთი. ანუ აი ამ მე რომ წუთისოფლის სულისკვეთების წინააღმდეგ წავედი, მე მჭირდება ის ადამიანები, ვინც ასევე წავიდა ამ წუთისოფლის წინააღმდეგ. და მე აი ამ ადამიანებმა უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი. აი ეკლესიის წევრები არიან ის ადამიანები, ვინც ამ გზას დაადგა. და ჩვენ რომ მოვედით აი აქ გვიყვარს ერთმანეთი, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის ბრძოლა გვიყვარს, ჩვენ ერთმანეთის სულიერი ნაიარები გვიყვარს. ხედავ რომ ადამიანი თავის ვნებებს, თავის ცოდვას, თავის არასრულყოფილებას ებრძვის, თავის ცოდვიან მიდრეკილებებს ებრძვის და მე ხედავ მის ნაიარებს, სულიერ ნაიარებებს ხედავ და მე მისი ყველა ნაიარები მიყვარს და მტკივა. მე ის მოყვასი მიყვარს, ვინც აქ მოვიდა, ტაძარში მოვიდა და მას უნდა რომ იბრძოლოს, ქრისტესათვის იბრძოლოს და თუ კი ის ამისთვის ბრძოლოს, ვიცით ჩვენ რომ ამ წუთისოფლისკენ ბრძოლა წმინდა გიორგის მსგავსად მთავრდება, იმიტომ რომ სულს ვერაფერს ვერ აკლებს, მაგრამ ადამიანი შინაგანად მისი აგებულებას, ღირსის საშუალებაც არის, ადამიანი უძლურდება. აი ამ სიყვარულისთვის მოგვიწოდებს ქრისტე ეკლესიას, რომ ერთმანეთს ნუ ჭამთ, ერთმანეთს ნუ ებრძვით, ერთმანეთს ნუ ატკენთ გულს. ანუ შეიყვარეთ ერთმანეთი, თუ კი თქვენ ამ წუთი, მაგრამ ჩვენ საქმე ისაა, რომ კიდე გეუბნები, ჩვენ ამ წუთის სოფლის შვილები ვართ, მისი მეგობრები ვართ და როგორც იქ ვიბრძვით ერთმანეთთან, ძალაუფლებისთვის, ქონებისთვის, ფულისთვის, რაიმე კომფორტისთვის და პრივილეგიისთვის იგივე შემოგვაქვს აქ და აქ უკვე ერთმანეთის დათმობა აღარ შეგვიძლია. ვერ ხედავთ ერთმანეთს ისეც, როგორათაც ჩვენ უნდა ვუყურებდეთ ერთმანეთს. და აი ამისგან განსხვავებით ნახეთ, წმინდა გიორგის უფალი უყურებს სიყვარულით. აი ღმერთს ვუყვარვართ ჩვენ ყველანი და რატომ ვუყვარვართ? იცი ისეთები ვუყვარვართ, აი ისეთები ვუყვარვართ, საოცარია და განუზომელია ღვთის სიყვარული ჩვენ და ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ ჩვენ. ჩვენ ხო ვერ ვიტყვით რომ ნაკადული ან რაიმე წყალი, რომელიც მოედინება და მიწას რწყავს, ეს მიწამ დაიმსახურა მისი მორწვა. არა. ზემოთ სათავეში სადღაც გადმოვიდა, წყალს ვეღარ იტევს ეს მდინარე და გადმოსული ეს მდინარე შემდეგ მიწაზე მოედინება. არა იმიტომ რომ მიწამ დაიმსახურა, არამედ აივსო ის ანუ წინა, ისე იგი ავზი აივსო და იმან გადმოუღვარა. ასევეა ღვთის სიყვარული, იმხელა დიდია სიყვარული ადამიანებისა, ღმერთის მიერ ადამიანებისა, რომ ის ვერ იტევს ამას და გადმოდის და ყველა ადამიანის სიყვარულისთვის არის მზად ის. უფალი ხედავს ბევრჯერ მithქვამს არა იმას რანიც ვართ, არამედ უფალი ხედავს იმას, რაც შეიძლება ვიქცეთ ჩვენ. ჩვენ გვიყურებს უფალი, აი პოტენციალში, რა უყვარს იცი ჩვენში, ჩვენი შემდეგი, აი ის რაც, ანუ ჩვენ როგორ გითხარი, შედევრი, რომელიც ჩვენში იმალება. ყველა ჩვენთაგანში საოცარი პიროვნება ივალება, ყველა ჩვენთაგანში საღვთო ხატება დევს და აი ის უყვარს ღმერთს. და ჩვენ აი ეს სიყვარული არ შეგვიძლია. უფალს არ უყვარს რაღაცის გამო ადამიანი. ჩვენ გვიყვარს ან ლამაზია, ან კეთილია, ან სხვადასხვა თვისებები აქვს ადამიანს და ამიტომ გვიყვარს. უფალს ეს თვისებები და მიზეზები არ ჭირდება რომ ადამიანი შეიყვაროს. აი დაახლოებით ასეთ სიყვარულზე, აი ესე უყვარს ადამიანი, ისე ელოდება, აი ავიღოთ გარეთ რომ გახვიდეთ და ლეკვი რო ნახოთ, პატარა ლეკვი, რომელიც ხედავთ რომ ეს ლეკვი არის ძალიან ჯიშიანი, მაგრამ ამავე დროს არის ჭუჭყიანი, ავადმყოფი, უპატრონო, ანუ აი რაღაცა ესეთი, აი უსახური. მაგრამ აიყვანეთ ის, მოიყვანეთ სახში, დაბანეთ, უმკურნალეთ და შემდეგ მიხვდით, რომ ნახე რომ გაიზარდა, როგორი ყოფილა ის. აი ესეთები ვართ ყველა ჩვენთაგანი, რომ ჩვენ უფალი გვიყურებს არა იმ სულიერად სიმახინჯეში, რომელშიც ვართ, არამედ ჩვენში განჭვრეტს იმ საღვთო ხატებას, რომლითაც მან შექმნა და დაგვაჯილდოა. და ასევე უნდა გვიყვარდეს ჩვენ ერთმანეთი. ჩვენ ასე უნდა ვუყურებდეთ ერთმანეთს და ეს ხშირად ადამიანებს, ანუ მაინც გვინდა რომ ვიღაცა მტერი ყავდეს, მაინც გვინდა რომ ვიღაცას უნდა ვებრძოლოთ, მაინც გვინდა ეს სულის კვეთება შინაგანი, რომელიც ადამიანს აქვს, ეს ჭირდება და ეხლა ძალიან შევეცდები მოკლედ
რატომ არა გვაქვს ეს სიყვარული ფაქტორებს გეტყვით. ანუ ერთ მთავარ ფაქტორს და მეორე ორი მის მიზეზს, რაც ადამიანში და ჩვენში ხდება. და აბა კარგად დაუკვირდით ახლა ამას, რაზეც მე მინდა მოკლედ გესაუბროთ. და სანამ ამ ფრაზას დავიწყებ, სანამ ამ საუბარს დავიწყებ, წმინდა წერილიდან კერძოდ კი ებრაელთა მიმართ მეათე თავიდან პავლე მოციქულის ეპისტოლისა 26-ე მუხლს მოგიყვან და აბა დაუკვირდით ამას, ახალ ქართულად ამოვწერე და წავიკითხავ. ვინაიდან თუ ჩვენ მას აქეთ რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შემეცნება გვიმეორებ კიდე ვინაიდან თუ ჩვენ მას აქეთ რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შემეცნება კიდევ ნეფსით ვცოდავთ აღარ არჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის და ახლა გეტყვი რას ნიშნავს ეს აღარ არჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის და აი ხა დაუკვირდით რატომ ვრჩებით ჩვენ ყოველთვის ამ სიყვარულის გარეშე და რატომ ვრჩებით ჩვენ ყოველთვის ამ მადლის გარეშე და რატომ კარგავთ ძალიან ადვილად ამ საღვთო მადლს. განზრახული ცოდვა. ჩვენ ყველანი იმდენად ვერ ვამჩაი ხშირად არის ჩვენ ვიტყვით ხოლმე აი ყოველდღიური ცოდვები რაღაცა ის რაც არის იმდენად ვართ დაჩვეული აი ამ ჩვენ რო ვიძახით ყოველდღიურ ცოდვებს რომ ეს უკვე ჩვენში ამან ჩვენ სულში გამოიწვია ერთი რამე რა იცით ეს არის უკვე ჩვენი განზრახული ცოდვა ჩვენ ვიცით ამას და ვცოდავთ ანუ მე ვიცი რომ ვდგევარ ჭორაო, მე ვიცი რომ ვიგინები, მე ვიცი რომ ვილანძღები, მე ვიცი რომ ამას ვაკეთებ, მაგრამ ამას ვაკეთებ განზრახულად. და განზრახული ცოდვა ნახეთ ის რომ მე განზრახულად რაღაცას ცოდავ, ის რაღაცა აღიარებით უბრალოდ წერილის შემოგზავნით ან მამაოსთან აღიარებით რომ მე ეს გავაკეთე, არ იწმინდება და გეტყვით ახლა რას იძახის პავლე მოციქული ამით. როდესაც შენ ადამიანი, აი მაგალითს მოგიყვანთ. მოხსულა ადამიანი და უთქვია, აი მე მამაო, ისე იგი ახსარება მინდა გითხარ რა არის. და აი მე დღეს გუშინ თუ რამ იმის ანუ ზიარება უნდა ადამიანს და მოკლედ ზომაზე მეტი დავლიე. აი მამაკაცს უთქვა, ზომაზე მეტი დავლიე რა. და გეუბნება ასეთ რამეს, ხო დაასრულე საუბარი. საღამოთი ახლა მივდივარ იმაზე საავ და კარგად მაგრად უნდა. ანუ ადამიანს ისევ განზრახული აქვს, რომ იგივე უნდა გააკეთოს. და ამითი თამაშობს ადამიანი ღმერთთან. ანუ ჩვენ გვაქვს განზრახული ცოდვები, რომელსაც ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს არაფერი არ არის და მე მინდა გითხრათ, რომ ეს იწვევს სულის საშინელ მდგომარეობას, ამიტომაც ჩვენ ვერ ვიღებთ იმ მადლს, რომელზეც ახლა მე ჩვენ ვსაუბრობთ. ანუ ჩვენ არა გვაქვს უნარი ისე შევიყვაროთ, როგორათაც ვისაუბრეთ წეღან. იმიტომ რომ ჩვენ დავეჩვიეთ რაღაცა ცოდვების კეთებას, რომელსაც ვიძახით, რომ ესეთი ვარ და რა ვქნა. და ამიტომ ესეთი რომ ვარ, კიდევ ვიძახით, ნებისმიერი ჩემი ახსარებით, რომ ეს ახსარებას ვიტყვი, ეს არ აღიხოცება. სული მაგ მდგომარეობაში რჩება. მე არ ვნანო მაგას, მე არ ვიცვლები. თავარი ეს არის, არ იცვლება ადამიანი. რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ვეცემით, რა თქმა უნდა ჩვენ ყველას გვეშლება, რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ცოდავთ, მაგრამ როდესაც ადამიანი ესე განზრახულად, ანუ აღიარებულად და განზრახულად ცოდავ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სინათლეზე იძახი უარს. მიხვდით? ანუ საღვთო ჭეშმარიტებაზე, საღვთო სიყვარულზე და სინათლეზე განზრახულად იძახი უარს. აბა დაუკვირდით ის ცოდვები, რომელსაც ჩვენ ვიძახით ყოველდღიურს რო ვეძახით და აი ესე ანუ გაუბრალოებული რო გვაქვს, აბა მაგად დაარქვით ესეთი სახელი, რომელსაც მამები არქმევენ. ამას რა ქვია იცით? ამას ქვია განზრახულად ღვთის საღვთო ნათელზე უარის თქმა. განზრახულად საღვთო მადლზე უარის თქმა. განზრახულად საღვთო სიყვარულზე უარის თქმა. ანუ რასაც ჩვენ ესე დავეჩვიეთ და ყოველდღიურად ვაკეთებ, დაარქვით ეს სახელი, რომ ჩვენ აი ამ დაჩვეული ცოდვებით ყოველდღიურად უარს ვეუნებით ღმერთს სინათლეზე, სიყვარულზე და მადლზე. ამიტომ ადამიანი აქ ვერ იტყვი, რომ ადამიანი დაეცა. ეს არ არის, დაფიქრდით ყველანი, აი თქვენ სულში დაფიქრდით ყველანი და მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობთ. რომ ჩვენ რომ ეგეთები ვართ უკვე და ჩამოყრილი გვაქვს ხელები და ვიძახი ეგეთი ვარ და რა ვქნა. აი εμას გადახედეთ ყველა სხვადასხვა გვაქვს ეს.
ჩვენ სწრაფად ვცოდავთ ეგრევე, ანუ იმიტომ რომ ასეთები ვართ უკვე და ამის წინამდე ადამიანი სამწუხაროდ არ ისე იგი არ ილაშქრებს. ეხლა ნახეთ რა ხდება აქ. ესეთი ცოდვის პატიება, რომელსაც ჩვენ შევეცვლით, კარგად დაუკვირდით, მე რაზე გესაუბრებით ახლა იცით? მე გეუბნებით სულის მდგომარეობაზე, რომელიც გარდაცვალების მერე ზეცაში უნდა წავიდეს. ანუ სულის დიაგნოზს ავსავთ დღეს ახლა, რასაც თუ კი ჩვენ შეჩვეულ ცოდვებს სწრაფად ყოველდღიურად არ ვებრძვით და ვცოდავთ და ყოველ დღე საღვთო სინათლეზე ვიძახით უარს, რა მდგომარეობაშია ადამიანის სული? ასეთი მდგომარეობა ადამიანს წყვეტს შენდობის წყაროსაგან. აი ნახეთ რას ნიშნავს ეს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქრისტეს ჯვარცმისაგან გარდამოსული სისხლი საკმარისი არ არის ადამიანების ცოდვების განწმენდისათვის. საკმარისია, მაგრამ ჩვენ ამ წყაროს გვერდით გვაყენებს, მიხვდით? ამ წყაროს ქვეშ, როგორც აგეთ იმისი, რა ქვია, სიმბოლურად ადამის თავის ქალა არის ყველა ჯვარცმის ქვემოთ, სადაც გადმოსული სისხლი სიმბოლურად ჩვენ ყველა ის ადამი ვართ, რომლის მაცხოვრისაგან ჯვარცმის დროს გარდამოსული სისხლი წმენს ადამიანის ცოდვებს. განზრახული ცოდვები, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ, აი ამ წყაროს გვერდით გვაყენებს. იმიტომ რომ ქრისტეს სისხლი საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ამ წყაროსაგან, ამ ჩვენი სულის მდგომარეობით, ამ სისხლის, ანუ შენდობის წყაროსაგან გვერდით გვაყენებს, ანუ ის სისხლი ჩვენს თავის ქალაზე და ჩვენს სულზე და ჩვენს ცხოვრებაზე არ დადის. და ამიტომ აი დაუკვირდით ასეთ რამეს, რომ ჩვენ ხშირად არის რომ აი ამიტომაც ვართ გახევებულები სულიერად. აი სულ ფიქრობ ხოლმე რომ რატომ ვართ ესე, რატომ ვერ ვიცვლებით, რატომ ვერ ხვდებით უკეთესები? რატომ არ ხდება ის რომ ჩვენ უფრო მეტად რითი უკეთესები, მორალურად და ზნეობრივად უკეთესები კი არა, განა ნაკლებს ვცოდავთ თუ მეცად ვცოდავთ, არა, რატომ არ არის ჩვენში მეტი სიყვარული, რატომ არ არის ჩვენში მეტი მადლი? ჩვენ ქრისტიანობას აღვიქვავთ როგორ იცი, აქ გონიათ გამოსასწორებელი კოლონია, რომ ვიღაცავის ისე იგი შეზღუდო, რომ რამე არ გააკეთოს, რამე განა არ უნდა გააკეთო, კარგი უნდა გააკეთო. განა ცოდვა არ უნდა ჩაიდინო, მადლი უნდა მიიღო, აქ მაგისთვის მოდიხარ, აქ მარტო იმისთვის არ მოდიხარ, რომ ქრისტემ ხელები გაგიკოჭოს შენ და რამე ცუდი არ გაგაკეთებინოს. გადაგაჩვიოს რაიმე არა, შენ აქ მოდიხარ იმისთვის, რომ როდესაც ამას გადაეჩვევი და როდესაც ისწავლი ცოდვასთან ბრძოლას, მაშინ შენ მადლი მიიღო, მადლის მისაღებად ვარ, შენდობის წყაროს ქვეშ დასადგომად ვართ აქ, სიყვარულის მისაღებად ვართ აქ, რომ ის სიყვარული, რომელიც ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე, ამ სიყვარულის მიმღები, დამტევი და ისე იგი გამცემი გახდე ადამიანი. ჩვენ კიდე ეკლესია სამწუხაროდ ვაქციეთ აი ამ ვითომ მორალურად თან ვერცავართ მორალურად კარგები ვინმეზე, შეიძლება გარეთ მყოფი ადამიანები ჩვენზე უფრო მორალურად და ზნეობრივად უკეთესები არიან და უმრავლესობა შეიძლება ესეც არის. იმიტომ რომ ეკლესია ეს სამკურნალო ადგილია, ჩვენ აქ ავადმყოფები მოვდივართ სულიერად. ჩვენ აქ ვცდილობთ რომ განვიკურნოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ცოდვას უნდა დავანებოთ მარტო თავი, არა, ჩვენ მადლის მიღება უნდა ვისწავლოთ. და გამომდინარე აქედან ნახეთ, მე ვფიქრობ ხოლმე რომ რატომ არ არის, აი მოდიხართ ოჯახში ერთმანეთთან, გაქვთ ისე იგი დაძაბულობა, ხშირად მეზობელთან, ან ვიღაცასთან, მეგობრებთან, ვიღაცა დაძაბულობა გაქვთ საშინელი. მოდიხართ ახსარებას ამბობს ადამიანი რომ აი ესე მიდიხარ ისევ მდგომარეობაში ხარ, რატო აბა თუ იცი? იმიტომ რომ ის რომ გამოსწორდეს სიყვარულია საჭირო. განა ის რომ მე იმას რაღაცას აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ რო არ აკეთებ, გული ხო სავსეა მაგ ბოღმით. გულს საწაიღებ, გულში მადლი არ არის. რამაც უნდა ეს სიტუაცია გამოაკეთოს და ამიტომ ჩვენ სამწუხაროდ ეკლესიაში მოსულები დაძაბულად აი რაღაცაზე ახსარებას ვამბობ, მამაო აი ეს ჩავიდინე და ეუნები ადამიანს რომ ეს რო აღარ ჩაიდინო სიყვარული გჭირდება, ეს რო არ ჩაიდინო მადლი გჭირდება, ეს რო მოითმინო და გაგიხარდეს რომ ვიღაცას მოუთმინე სიყვარული და მადლი გჭირდება და
ადამიანს აი ამ სიყვარულის და მადლის მიღება არ შეუძლია და სულ ფიქრობ რატომ არის ის რომ ჩვენ არ შეგვიძლია და აი მიზეზი ზუსტად დღეს რასაც გეუბნებით ეს არის რომ ჩვენ მრავალ ცოდვას დავეჩვიეთ ხალხო ჩვენი ეს მრავალი ცოდვა იმდენად გავაუბრალოვე და იმდენად თქვით რომ ესეთი ვარ და რა მოხდა რომ გული გახევებულია გული არის საერთოდ გაქვავებულია ჩვენი გული მადლის მიღების წყარო არ არის მასში და ეხლა გეტყვით ერთ მთავარ რაღაცას რითი ხასიათდება ის ყველაზე საშინელი სასჯელი რა არის თქვენ როგორ ფიქრობთ თისაგან ყველაზე მეტი სასჯელი რა არის თქვენ ანუ ადამიანი მე რამდენთან მისაუბრია ყველაზე მეტად თulis რომ აი დასაჯა ღმერთმა იმიტომ რომ ჯანმრთელობა შეერყა დასაჯა ღმერთმა რომ ისე იგი ვიღაცა გარდაეცვალა დასაჯა ღმერთმა ადამიანი რამე ტკივილი მოუვიდა რაღაც გითხრათ ქრისტიანულად თუ მოისმენთ ამას და გაიგებთ ქრისტიანულად ყველაზე საშინელი სასჯელი რა არის გითხრათ ეგ არაფერი არ არის თუ ადამიანმა ჯანმრთელობა დაკარგე არაფერი არ დაგიკარგავს იმიტომ რომ ღმერთი არ დაგიკარგავს თუ ადამიანმა ადამიანი დაკარგე ღმერთი არ დაგიკარგავს ყველაზე დიდი დანაკარგი ადამიანს აქვს ოდესაც კარგავს ქონება რო დაკარგე არაფერი არა იმასთან შედარებით ანუ ღმერთს რო კარგავ ადამიანი ღმერთთან ურთიერთობას რო კარგავ აი ეს არის ყველაზე საშინელება და ნახეთ ყველაზე დიდი საშინელი სასჯელი ღმერთისაგან ადამიანზე რა არის განასასჯელი ის რომ ღმერთი თვითონ სჯის ადამიანს არა რა მდგომარეობაშია ადამიანი როდესაც ის აღიქვავს რომ თვითონ თან ყველაზე მთავარი არის თვითონ აღიქვავს რომ კარგად არის არა და ყველაზე მეტად მაგ დროს არის ღვთისაგან მიტოვებული ადამიანი და ეხლა გეტყვით რა არის რომაელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში 24 მუხლი არის ანა რომაელთა მიმართ ეპისტოლეს პირველი თავის 24 მუხლში აი ესეთი რაღაც წერია და დაუკვირდით კარგად ვისაც სულიერი ცხოვრება გინდათ რომ ისწავლოთ ვინც ისე იგი გასართობა და სახუმაროდ ხართ ღმერთთან მოსული და რაღაც აღსარება და რაღაც რელიგიური მხოლოდ იმის რაღაცა გრძნობებისა და იმების ემოციების დასაკმაყოფილებლად ხართ ეს საუბარი მათთვის ვერ იქნება ანუ ვისაც სულიერი ცხოვრება გვინდა რა ანუ და გვაინტერესებს საკუთარი თავი რა მდგომარეობაში ვარ იმიტომ რომ ჭირდება მე რომ განვიკურნო ამისაგან და არა რაღაცა მოკლედ თამაში ღმერთთან და ესე შემდეგ რომაელთა მიმართ პირველი თავის 24 მუხლი ნახეთ რა სიძახის პავლე მოციქული ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმინდურობას მათი გულის თქმებით ასე რომ მათ თვითონ შებილწეს თავიანთი თავები ანუ რას ნიშნავს ნახეთ როდესაც შენ ღმერთი იქამდე მიიყვანე რომ შენთან საუბარი უკვე შეუძლებელია როდესაც ღმერთი მიგიშვებს შენივე გულის თქმებით შენ რო გონია ისე რო ცხოვრებას დაიწყებ და ღმერთი უკვე რაღაცის შესწორებას განსაცდელების ტკივილების ან გარკვეული მწუხარებების ხელით არ გაძლევს ჩათვალე რომ ყველაზე მეტად ხარ ადამიანი უკვე ანუ შენი ამ ეტაპზე ისეთ მდგომარეობაში ხარ რომ გამოსწორება შეუძლებელია გაიხსენეთ როდესაც შვილებს ელაპარაკებით ხოლმე შვილს როზდით როგორ არის ეუნები და ბოლოს რა ხდება ბოლოს სიტყვი უკვე რომ არ ესმის რა ხო არ ესმის და მოდი მოკლედ მიუშვებ აი როდესაც უფალი ჩვენ მიგვიშვებს ჩვენ გულის თქმებზე როდესაც უფალი მიგვიშვებს ჩვენ სურვილებზე იცოდეთ რომ ეს არის ყველაზე საშინელი და კრიტიკული მდგომარეობა როდესაც ანტონი დიდი იძახდა და სულ ვერ ვიგებდი რატო იძახდა ანტონი დიდი ამას რომ ღმერთო განსაცდელები აღარ ამაგდა ხო არ მიმატოვეო აი ამ მიტოვებულობისა ეშინო და იმისი რომ მარტო ისე ჩემ გულის თქმებთან ხო არ დამტოვა ღმერთთან ანუ გამოდის რომ აღარაფერი საშველია ისეთ მდგომარეობაში ვარ რომ აღარაფერი არ მეშველება მე და ამიტომ აი მიტოვებულობას განიცდის ამ დროს ადამიანი ამიტომ აი ღმერთი როდესაც ჩვენთან არის და აი ამ ტკივილებს ჯერ კიდევ ფიზიკური იქნება თუ რაღაცა განგვსწავლის ხალხო ეს არის ყველაზე დიდი სიხარული ეს არის ყველაზე დიდი სიხარული რომ რაღაცაზე ჯერ კიდევ ჩვენში არსებობს რაღაცა ის როდესაც ჩვენ შეიძლება გამოვფხიზლდეთ არა და ჩვენ როგორა ვართ აბა
პირიქით ნახეთ, გვეთკინება თუ არა რამე რას ავთვლით? ღმერთმა დაგვსაჯა. ღმერთო ამდენი ხანია დავდივარ ეკლესიაში, ამდენი ხანია ვლოცულობ, რატო ამდენი ტკივილი? რას ვთხოვთ ღმერთს? იცი, მიმიშვი რა მე როგორც მინდა. გამიგეთ, ანუ მიმიშვი როგორც მინდა რა, როგორც მე ვფიქრობ, როგორც მე მინდა, როგორც მე მინდა ვიურთიერთობო ადამიანებთან, მიმიშვი გეხვეწები ამის გამო, ნუ დამსჯი, ანუ ამის გამო ტკივილს ნუ მოაწევ ჩემზე. და როდესაც ნახე, შენ ნახეთ უფალი აღარ გაფრთხილებს. დაიმახსოვრეთ ეს ჩემგან კარგად, როდესაც უფალი აღარ გაფრთხილებს არაფრით. როდესაც უფალი შენ სინდისთან წყვეტს საერთოდ მხილებას და წუხილს, შენი სინდისი საერთოდ აღარაფერს არ აგზნობს. როცა ღმერთი დუმს, როცა ღმერთი გაჩუმებულია და დუმს შენს ცხოვრებაში, როცა მისი ხელი აღარ აჩერებს შენს გზას, რომელიც შენ აირჩიე, გადაუხვიე, როგორც ამარტია ცოდვიან გზას, ანუ ნამდვილ გზას გადაუხვიე და მიდიხარ იმ გზაზე და უფლის ხელი აღარ აჩერებს შენს გზას, ჩათვალე რომ ყველაზე დიდი სასჯელი მოიწია შენზე. არა და ჩვენ ვართ პირიქით, როცა ყველაფერი კარგად არის ჩემ ცხოვრებაში, როცა როგორც მე მინდა ისი არის, აი მაშინ თვლი რომ ღმერთი ჩემთან არის და ეს არის ყველაზე პირუკუ არის ეს. გამიგეთ, მე კი არ გეუბნები თუ ადამიანმა უნდა ინატრო რომ ეხლა მე ტკივილი მქო, არა. აი ნახეთ როგორ არის, როდესაც მე აი მეორე მხარე, ეს ერთი მხარე ხო არის უგრძნობლობისა, როდესაც ღმერთი ადამიანთან, ადამიანისგან მიდის. ეხლა მეორე ნახეთ, როდესაც შენ როცა წოდე შფოთი და მოუსვენრობა გაქვს. იცით რა მაგარია? რო წოდეთ, ანუ რო გაჭორეთ ხალხო, ქალბატონებო და კაცებო, მამაკაცებო, ბირჟაზე რო დგეხარ და გინება რო დაიწყე და რაღაცა, იქ რო შენი სინდისი გაწუხებს და გამხელს, ქალბატონები რო დასხედი და ჭორაობა დაიწყეთ ერთმანეთთან და გაჭორეთ, გამოჭორეთ ყველაფერი და ამ დროს თუ სინდისი ჯერ კიდე გამხელს, გახსოვდეს რომ ჯერ კიდე არის საშუალება შენი გამოსწორებისა. მაგრამ თუ სინდისი აღარ გამხელს, ისე იგი შენ უკვე შენ გულის თქმაზე მიგიშვა უფალმა, აზრი აღარ აქვს. მიხვდით, ანუ რატო ნახეთ სიყვარულს ვეღარ მიიღებ, საღვთო მადლს ვეღარ მიიღებ, ანუ გამოდის რომ სინდისი და შენი შინაგანი მდგომარეობა მკვდარ მდგომარეობაში არის. როდესაც ანუ ისე იგი ისე შეგიძლია მამაკაცებს რომ ანუ თამბაქოს ეწევა ადამიანი, მოკლედ რაღაცა კიდე ეს უბედურება რომ ამას ეწევა ისი ადამიანი. როდესაც ადამიანი ხა ჩვენ გვაქვს ესო ქართული სუფრა და რაღაც ადამიანი ისე თრება ამ სუფრაზე რომ საკუთარ თავს ვეღარა ცნობს მეორე დღეს და ამას მეორე დღეს ამართლებს იმიტომ მაგარ სუფრაზე ვიყავი და მაგარი ქართული ტრადიციული სუფრა იყო. ანუ ეს უკვე წყვეტს ადამიანი ამას. როდესაც ქალბატონებით გეხარ და ანუ ამას ვიღაცას განიკითხავ, ჭორაობთ, ვიღაცას გახსოვდეთ ეს რომ თქვენ წდებით ამას, ანუ უფალი რას იძახეს, ამას აზრი აღარა აქვს. ამასთან საუბარს ანუ ამას ვეღარაფერს ვაგონებ მე, იმიტომ რომ იმდენად საკუთარი გული დალუქა და საკუთარი სინდისი იმდენად უკვე ისე იგი გარიგდა საკუთარ სინდისთან და საკუთარი სინდისი მიყიდა დემონურ ძალასო, ამასთან აზრი არ აქვს საუბარს. როდესაც წოდე და გული ტკივა, ისე გიხარია ადამიანს, აი რო შესწოდე და უფალი გულის ტკივილით რომ მოვიდა, უნდა გიხაროდეთ ხალხო ეს რომ ღმერთი მოვიდა და გეუბნება, რას აკეთებ კაცო ამას? გამ ჩვენ როგორ გვინდა წოდოთ და გული არ გვეთკინოს, რაც გვინდა ვაკეთო და სინდისმა არ გვამხილოს, მამაოსთან მოვდივარ იმის გამო რომ მამაო, ხო ვიცი, აი ეხლა რამდენმა ახსარება დღეს ხო შემოგზავნეთ და აი ჩვენ გვაქვს მოდიხარ ჩემზე უკეთესად იცით ხალხო რა უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ სინდისი გაწუხებს, ეგ რო გააკეთე უკვე გაწუხებს სინდისი, რაღაც გინდა ვინმეს დასტური, მაგრამ შენ გინდა რომ მამაოსთან მიხვიდე რომ რამე თავზე ხელი გადაგისვას და გითხრას არა უშავს. არაფერი არ არის ისეთი. შენმა ამდენი წელია ტაძარში დადიხარ, ამდენი წელია შენი სინდისი ხო გეუბნება და მადლობა უთხარი ღმერთს რომ როდესაც წოდავ გულით რო გტკივა, მადლობა ღმერთო რომ ჩემთან ხარ.
როდესაც სინდისი გაწუხებს და წუხს, უთხარი ღმერთს, მადლობა რომ ღმერთო, მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ, იმიტომ რომ არ მჭირდება გარშემო არავინ, არც მამაო მჭირდება არავინ, რომ მამხილოს და მითხრას, რომ შენ არასწორად იქცევ. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყურადღებით ვიყვეთ ერთ რამესთან. ცოდვა, აი ეს ცოდვა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, შეჩვეული ცოდვები რო გვაქვს და ამას სახელს არ ვარქმევთ, გეტყვით ერთ რამეს, ნახეთ, რა გზას გაივლის ადამიანი და საბოლოო ჯამში მაინც წაიქცევა და დიდ ცოდვებში ვარდება მაინც ადამიანი. აბა დაითვალეთ, ეხლა ეს გზა, რომელსაც გადის, პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, მამათა დაკვირვებით, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან რაც მე გადამხდენია. ესეთი ცოდვები არასოდეს სწრაფად არ აგდებს ადამიანს. აი სწრაფად არ აგდებს ადამიანს და ჩვენც ესე არა ვარ. ცხოვრობთ ასე ძალიან კარგად. შევეჩვიეთ ამას, წირვაზეც მოდივარ, ვეზიარები, თითქოს ეს, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში, ანუ ასეთი ცოდვა სწრაფათა და ბოროტი სული ამას ინახავს ბოლომდე. ეს არის მისი ყველაზე დიდი კოზირი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს არის ის რითიც ის უჭირავს, ანუ ბოროტ სულს ადამიანი მაინც უჭირავს. შეიძლება ადამიანი მძიმე ცოდებს იძახს, მაგრამ არის ჩვენი ცოდვები, რასაც შევეჩვიეთ, ამ შეჩვეული და განზრახული ცოდვებით, ანკესივით, ანუ ნესკავივით უჭერივარ ჩვენ ბოროტ სულს. და ნახეთ, როდესაც ეს არასოდეს სწრაფად არ არღვევს ეს, არც ბოროტი სული ცდილობს, რომ ამით არ შეგაწუხოს და იმდენად დალუქული გაქვს, როგორც გითხარი გული, რომ ვერც ღმერთი ვერ შემოდის, რომ გითხრას, რომ ეს უნდა გტკიოდეს. რო ჭორა ვიღაცას უნდა გტკიოდეს, რო აგინებდა ლანძღა ვიღაცას უნდა გტკიოდეს, რო განუსასურელად სვამ უნდა გტკიოდეს, თამბაქოს რო ეწევი უნდა გტკიოდეს, რაღაცებს კიდე რო აკეთებ ისეც, რომელსაც ყოველდღიურობაში თვლი უნდა გტკიოდეს, ძალიან უნდა გტკიოდეს, მაგრამ თუ არ გტკივა, ისე იგი ნიშნავს იმას და უბრალოდ ახსარებით მოდიხარ ფურცელზე. ვითხარით ბოლოს დაწერილი ფურცელზე, რომელი გტკიოდათ. არაფერი არ გტკიოდათ, უბრალოდ თქვენ წიგნში ამოიკითხეთ, რომ ეს ცოდვა იმ წიგნიდან გადმოწერეთ და მეუტანთ, რომელს გტკიოდათ გული იმის გამო, რაც თქვენ გააკეთეთ. არა, ეს გულის ტკივილი, იმიტომ რომ ღმერთი არ არის ადამიანთან და პასუხისგებელი ადამიანთან კი არ არის, ღმერთთან კი არ არის, ადამიანთან, მამა გიორგისთან არის. ან ნებისმიერ მღვდელთან, ვისაც ადამიანი აბარეს. მეორე, ესეთი მდგომარეობა ნელ-ნელა ჭამს გულს, იცოდეთ, ადამიანის სულის ნაწილი, სულს ჭამს ეს საშინელ მდგომარეობაში. აი, როდესაც ჩვენ ესე შეჩვეულად და განზრახულად ცოდავთ, გული იჭმევა, აი, სული საშინელ მდგომარეობაში ხდება. საშინელი. და მიდიხარ შემდეგ ესე. პირველ ჯერზე თმობ. დათმობაზე მიდიხარ, აი, დათმობ ადამიანი პირველ ჯერზე, რომ ნუ რა ვქნა, არ შემიძლია. პირველ ჯერზე ადამიანი თმობს და თulis რომ არაფერია ისეთი საშიში ეს. ნახეთ, არაფერია საშიში აქ. არაფერი. მეორეზე აუცილებლად ადამიანი თulis რომ ეს ნორმალურიც არის, იმიტომ რომ ადამიანები ვარ და რა ცხოვრებაა, მაგრამ რა ვქნათ. ხო უნდა ვცოდოთ კაცო, აბა რა აქავართ, ანუ ჩვენ ესეთები ვართ და უნდა ვცოდოთ. მესამე ნაწილი, რაზეც ჩვენ მოვდივართ ხოლმე, შედეგად რას ვიღებთ? ადამიანი ანელებს და ბოლოს წვეთს საერთოდ ლოცვას და მოდი მე ბევრჯერ მithქვავს შევხედოთ ჩვენ ლოცვას, რა ლოცვაა ჩვენ? ჩვენ ხო ლოცვა არ ვიცი, რატო არ ვიცით? აი ამის გამო არ ვიცით. ჩვენი ლოცვა შეწყვეტილი, ანუ ფაქტობრივად ჩვენ თავს ვაძალებთ, დილით ადგება ადამიანი და ისე ლოცვები მაქვს, წასაკითხი, საღამოთი, ანუ დაღლილია და აუ მამაო ვერ წავიკითხე ლოცვები, იმიტომ რომ მაგარი დაღლილი, ანუ მოთხოვნა კი არა აქვს ადამიანს, რომ სულს, იმიტომ სული მკვდარია, როგორც გითხარით, აი ამ მდგომარეობით სული მკვდარია და ადამიანს ჯერ ანუ როგორ გითხრათ, იცი, აღარ უნდა ლოცვა, სუსტდება მისი ლოცვა. სუსტდება მისი ლოცვა და საბოლოო ჯამში ადამიანი საერთოდ წყვეტს ლოცვას. ბოლოს საერთოდ წყვეტს ლოცვას. რატომ არ გვიყვარს სახარების კითხვა? რატომ არ გვიყვარს? რატომ გვიჭირს ყველაზე მეტად სახარების კითხვა? რატომ გვიჭირს ყველაზე მეტად ლოცვა? რატომ გვიჭირს წკვნილის აღება ხელში? რატომ გვიჭირს წმინდა მამების კითხვა? იმიტომ რომ სული მკვდარია, ოღონდ რითი მრუშები არ ვართ.
კაცის მკვლელები არ ვართ, მაგრამ რატომ ხოსვავთ კითხვას, თითქოს ცუდი ადამიანი არა ვარ. ქრისტიანული გაგები თითქოს ძალიან ცოდვილი ადამიანი არა ვარ, რატომ არ შემიძლია ეს? აი ამიტომ არ შეგიძლია ეს. იმიტომ რომ შენ აი ეს ცოდვები, რომელიც ყოველდღიურად გაქვს, ჩათვალე რომ არაფერი არ არის ეს. ეს ჩვეულებრივია, ამას არაფერი არ ჭირდება, ეს გაივლის, თავისით იქნება. აი ეს არის ზუსტად რაც არის. ადამიანი უკვე მნიშვნელობას ისე იგი კარგავს და საბოლოო ჯამში რას იღებ ადამიანი, ნახეთ. იკარგება ღმერთის განცდა შინაგანი. საერთოდ იკარგება. და ადამიანი ფარისეველი ხდება ხალხო. ტაძარში დგეხა, აი ფარისევლობა სადიბადება. ადამიანი ვერაფერს ვერ გრძნობ, ღმერთ შინაგანად ვერ გრძნობ, ლოცვა არ გიყვარს, წმინდა წერილი არ გიყვარს, მამათა სწავლა არ გიყვარს, სკვნილი არ გიყვარს, ღმერთთან ურთიერთობა არ გიხარია და აქ ხარ, იმიტომ რომ რატომ? იმიტომ რომ ფარისეველია ადამიანი, ფარისევლური მდგომარეობა ტრადიციაში დგას მხოლოდ და მხოლოდ. იმიტომ რომ იმან უთხრა, ამან უთხრა, ამდენი წელია აქ ვარ, არა და სინამდვილეში სული ღმერთის განცდა შინაგანად დაკარგულია საერთოდ. ღმერთს ვეღარ განვიცდით, ხალხო, ვერ განვიცდით. ღმერთს რო განვიცდით, სულ სხვანაირები ვიქნებით ჩვენ. სულ სხვანაირები ვიქნებით. ღმერთის წინაშეც და ადამიანის წინაშეც. ამ დროს მიტოვებულობის საშინელი განცდა გაქვს, იმიტომ რომ რაღაცა რო ხდება, ვერ ხვდები რას ჩაეჭიდო. ღმერთს გინდა ჩაეჭიდო, მაგრამ როგორ გინდა ჩაეჭიდო, რაც არ არის, რას უნდა ჩაეჭიდო. ლოცვას უნდა ჩაეჭიდო, ამ დროს ლოცვაში უნდა ჩაეჭიდო ღმერთს და არ იცი ეს ლოცვა. სახარებას გინდა ჩაეჭიდო და არ იცი სახარებას როგორ ჩაეჭიდო. ვერ პოულობ იქ ქრისტეს. არ იცი არაფერი, ანუ ღმერთის განცდა იკარგება საერთოდ და ადამიანის საშინელ მიტოვებულობას განიცდის ამ დროს. და მე მინდა გითხრათ, რომ ამის მიტოვებულობა შეიძლება ჩვენ ყველაზე მეტად განვიცადოთ გარდაცვალების წინ. როცა დაგჭირდება ეს, აი ყველაზე მეტად დაგჭირდება შენი სულის სიცოცხლე და ღმერთის მადლის მყოფობა, მიხვდები რომ განცდა შინაგანი ღმერთისა არა გაქვს, მიტოვებული ხარ ღმერთისაგან და არა იმიტომ რომ ის წავიდა, არამედ იმიტომ რომ აი ამ დაჩვეული ცოდვები და განზრახული ცოდვებით ნელ-ნელა გამოდევნე ის საკუთარი გულიდან. გადევნე საკუთარი გულიდან, იმიტომ რომ ვერ მკვიდრობს რა საერთოა სიბნელესა და სინათლეს შორის, ცოდვასა და სიწმინდეს შორის არაფერი საერთო არ არის. იქ სადაც შენ ცოდვი და კიდე გეუნები დაიმახსოვრეთ, რომ აი ამ განზრახული ცოდვებით, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს, კიდე გიმეორებთ. ეშმაკს აეს უჭირავს ჩვენს ხელში. აეს უჭირავს ჩვენს ხელში და ანუ ელოდება იმ დროს, როდესაც შენ დაგჭირდება საღვთო მადლი, მაგრამ შენი გრძნობ მიტოვებულობას ღმერთისაგან, იმიტომ რომ აი ამაზე არ მუშაობდი ადამიანი. გარდამოცემაში ვასრულებ ამით. საოცარი რამე არის, აი დაუკვირდით ესეთ რამეს. მამები იძახიან ასეთ რაღაცას, რომ თურმე ჯვარცმის დროს, როდესაც მაცხოვარი ჯერ კიდე ცოცხალია, დასცინიან მას, როდესაც ლანძღავენ მას დაბლიდან, ანუ მათ კეთილის მყოფელს ლანძღავენ და მათ კეთილის მყოფელს აი ესე მიმართავენ, თურმე ამ დროს ეშმაკი იდგა მის უკან და ჩამოთვლიდა მთელი კაცობრიობის ცოდვებსო. ჩადენილს მანამდე, აეხლა ვინც ჩადიოდა იმას და შემდეგ რო ჩაიდენდნენ კაცობრიობა ამას და უფალი თურმე გაკრული ჯვარზე რას იძახდა, იცი? პატიობ. ანუ ის ყველა ამ ცოდვას ეუბნება, მე აი ეს ჩაიდინეს, ეს გააკეთეს და უფალი თურმე იქიდან აი ამ პატიობ. შენდობას ვაძლევ, პატიობ. აი ეს არის საოცარი საღვთო სიყვარული. გახსოვს, აი ეს ერთ სახარების სიტყვებში არის, აბა გაიხსენეთ რა არის? მიუტევე უფალო რამე თუ არიციან რასა იქმან. აი ეს არის მაგ ფრაზაში შეიძლება ჩავთვალოთ, რაც ახლა მე მოგიყევით. ანუ ის ეუბნება, რომ ესენი სასჯელის ღირსები არიან, ესე და უფალი რას იძახის. შენდობას ვაძლევ, პატიობ, მაგრამ
დღევანდელმა საუბარმა გვაჩვენა ჩვენ რომ მხოლოდ რას ვერ პატიობს უფალი, ვის ვერ პატიობს უფალი. და ადამიანი თვითონვე როგორ აყენებს ამ შენდობის წყაროსაგან გარეშე თავს, ის ვინც განზრახულად ცოდავს. ის ვინც არ არის ყურადღებით საკუთარ თავთან და რაღაცა ცოდვები რომელიც ჩვენ გვაქვს, ვიცი გეგმავ და ვაკეთებ. მამაკაცებმა კარგად რო გაიგოთ ეს არის, როდესაც იცი რომ საღამოთი კარგა, მაგრამ უნდა დალიო, დათვრე და ისე იგი ისეთ მდგომარეობაში მღერე სახში მიხვიდე და იქ დაურიო და მეორე დღეს კარგად მოკლედ თვლი რომ კარგი სუფრა იყო და მოიქეც ისე როგორათაც უნდა მოქცეულიყავი, ეს არის ამას ქრისტიანობასთან არაფერი, ანუ შენ შენდობის წყაროს გარეშე ხარ საერთოდ. და ქალბატონები ყველაზე იმათ რაც არის ხო გიყვართ აი ეს საუბარი სხვაზე ორი შეიკრიბებით მესამეზე საუბრობ და ეს ახლა მე ახსარები დამიძა მარტო აქი არა მთელი განკითხვა ჭორაობა განკითხვა ანუ სხვა რამ ისეთია და ემას შეჩვეულია და ეხლა ამას ძალიან პირობითად თქვი ეს ორი რომ იმეხვედრებინა და ჩაფიქდით პიროვნულად კიდე რა ცოდები გვაქვს ჩვენ რომელსაც განზრახულად ცოდავთ და ეს ყველაფერი ახსარებაში ჩანს. და დავარქვით ესე ხო გითხარით ყოველდღიური ცოდვები. ამიტომაც არის რომ აი დღეს ახლა მაგიტო ვისაუბრე ზიარების წინ რომ ეს დაგჩეთ თქვენს გონებაში. აი ახლა უნდა მოვიდეთ და ჩვენ ვეზიაროთ რას? აი იმ ჯვარცმიდან გარდამოსულ სისხლს, შენდობის წყაროს, მადლის წყაროს უნდა ვეზიაროთ და რა გულით? ხშირ შემთხვევაში ჩვენ კბილებით ვეზიარებით მარტო. იმიტომ რომ სულით ვერ ვეზიარებით, იმიტომ რომ ღმერთი ასეთ ჩვენ აი ამ მდგომარეობაში, როდესაც სული მკვდარია და ღმერთი არ ეხება ასეთ სულს. ამიტომაც არის ვეზიარებით გავალ და იგივენი ვართ, არაფერი არ იცვლება ჩვენში, არაფერი და გარეთაც სწორად გვეუნებიან ხოლმე, მეზობელი გეუნება, ოჯახის წევრი გეუნება, კაცო ეხა ტაძარში არ იყავი, შეაღებ თუ არა სახლის კარს იწყება ისევ იგივე, რასაც მანამდე აკეთებდა. რატო არ სვავთ ამ კითხვას? რატომ ცუდები ხო არა ვართ პირობითად? ანუ ესე რომ ვთქვა, მძიმედ ხო არ ვწოდავთ არა, მაგრამ რა გვჭირს ხალხო? აი ეს გვჭირს, რაზეც ახლა ვისაუბრე. და თუ ჩვენ შევეცდებით უკვე აი ამაზე ვიმუშაოთ საკუთარ თავთან, მაშინ ჩვენ შევძლებთ სხვა რაღაცა, ანუ ქრისტეს სხვანაირ დანახვა შევძლებთ, ღმერთი სულ სხვანაირად მოვა ჩვენთან, ღვთის სიყვარული სხვანაირად შეეხება ჩვენს გულს. და დღეს ჩვენ ახალგაზრდებსაც და ყველას რას ასწავლია? აკეთე რაც გინდა. ცოდე როგორც გინდა, გემო გაუსინჯე ყველაფერს რაც არის, მერე მიხვდები, მაგრამ მიხვდები, მერე ვერ მიხვდები. და წეღა როგორც გითხარი, თავში რაღაცა ვერ გძნობ, რომ ეს რამეა,